თბილისში მიმდინარეობს საქართველოს ქალთა 93 და ვაჟთა 95 ჩემპიონატი ჭადრაკში. ამ დროისთვის მეოთხე ტური დასრულდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ მიმდინარე შეჯიბრზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ქალთა 93 და ვაჟთა 95 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველ სამეულში გასული პირები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ თბილისში მიმდინარე შეჯიბრი 5 თებერვალს დასრულდება და გამარჯვებულები გამოვლინდებიან. შეგახსენებთ, რომ ევროპის ქალთა ჩემპიონატს წელს ბათუმი უმასპინძლებს. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს წლის მთავარი ღონისძიება საქართველოს ქალთა 93 და ვაჟთა 95 ჩემპიონატი. პარტიები საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს, თამაშობს ბევრი ახალგაზრდა მოჭადრაკე, რაც მათთვის ძალიან დიდი სტიმულია. ესევე აღსანიშნავია ჩემპიონატს განსაკუთრებულ ელფერს მატებს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ინოვაციაშვილის და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ბელა ხოტენაშვილის თამაში. ესევე ვაჟთა შორის ბაადურ ჯობოვას მონაწილეობა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე საუკეთესო ყველა დროის ქართულ ჭადრაკით ითვლება. სამი ტურის შემდეგ ვაჟთა შორის ერთპიროვნად ლიდერობს ლუკა პაიჭაძე, ხოლო ქალთა შორის ახალგაზრდების წარმომადგენელი შეიძლება ითქვას მარიამ ცეცხლაძე და მერი არაბიძე, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი. ესევე პირველ სამ ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ევროპის ჩემპიონატის საგზურით. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ქალთა ჩემპიონატი წელს ბათუმში გაიმართება, რაც ჩვენი მოჭადრაკეებისთვის ერთგვარი დამატებითი სტიმული იქნება, რომ კარგი შედეგი აჩვენონ. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60,000 ლარს შეადგენს და შესაბამისად თანაბარი პრიზებია როგორც ქალთა, ისევე ვაჟთა შორის.